საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები ბორჯომის მუნიციპალიტეტს სლოვაკელ ინვესტორებთან ერთად ესტუმრნენ. მათ თავდაპირველად ლიკანში მეოთხე სამმართველოდ წოდებული რომანოვების საგვარეულო რეზიდენცია დაათვალიერეს. შემდეგ კი ბაკურიანში დიდველის ფერდობები მოინახულეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით სლოვაკი ინვესტორების დაინტერესებით საქართველოში ტურიზმი მნიშვნელოვნად განვითარდება. მათ ძალიან მოეწონათ ბორჯომის და ლიკანის მიდამოები. პრინციპში ძალიან დიდი შესაძლებლობა არის, რომ სლოვაკ ტურისტებს შევთავაზოთ ალტერნატიულ დანიშნულებად, ტურისტულ მიმართულებად საქართველოს და სწორედ ამაზე ვმუშაობთ, რომ ძალიან ესე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი პარტნიორობა ჩამოვაყალიბოთ, რათა მათ საკუთარი კურორტებიდან ალტერნატიული მიმართულებები შესთავაზონ საქართველოს სახით. დელეგაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უმასპინძლა დიმიტრი ბერიძე იმედოვნებს, რომ სლოვაკები ბორჯომის ტურისტული ინფრასტრუქტურით დაინტერესდებიან და მისი განვითარებისთვის ინვესტიციებს განახორციელებენ. შეისწავლიან ადგილობრივად თუ რამხელა პოტენციალი აქვს ჩვენს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ინტერესი უფრო გაფართოვდება, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მოიზიდოს ინვესტიციები და განვითარდეს ეკონომიკა და რა თქმა უნდა ტურიზმი. სლოვაკთა აღნიშნული ჯგუფი ინვესტორთა ძლიერ გუნდს წარმოადგენს. მათი აქტივები საერთო ჯამში $20 მილიარდ შეადგენს. წარმომადგენელთა განმარტებით ინვესტორთა ჯგუფი საქართველოს ბუნებრივი რესურსებით მოხიბლულია და ფიქრობენ, რომ ქვეყანას ტურიზმის განვითარების მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია. საქართველო აბსოლუტურად მშვენიერი ქვეყანაა. მას კარგი ეკონომიკური შესაძლებლობები გააჩნია. მე ნამდვილად გაოცებული ვარ ბუნებით, ხალხით. ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ტურისტულ ინდუსტრიაში, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანას ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს, რაც თქვენი ქვეყნისთვის და ევროპისთვის მნიშვნელოვანია. სლოვაკი ინვესტორები საქართველოში ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით იმყოფებიან, ხვალ ისინი გუდაურსა და ყაზბეგს მოინახულებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია ტური კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ინვესტორები ქვეყანას უკვე მეორეს სტუმრობენ.